მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. თქვენ იცით, რომ ამ გადაცემაში ვსაუბრობთ დემოკრატიის ხარისხზე და იმ გამოწვევებზე, რაც ემუქრება დემოკრატიის გადარჩენას საქართველოში. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მედიის მუშაობა და საქმიანობა იმ შემზღუდავი კანონებისა და ცენზურის პირობებში, რაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მივიღეთ. ამასთან დაკავშირებით სტუდიაში ჩვენი სტუმარი არის ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილი. საბა, მოგესალმები, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თავდაპირველად მინდა შევაფასოთ არსებული ვითარება. ერთი წელი გავიდა თითქმის რომ უკვე მიდის ამაზე საუბარი, ჯერ იყო თავიდან 2023 წელს რომ აღარ მიიღებდნენ გამჭვირვალობის კანონს, მაგრამ ისევ შემოგვიბრუნეს. შემდეგ დაამატეს ფარა, ასევე შემზღუდავი კანონები დაგვიწესეს და ამ პირობებში რეგიონულ მედიას განსაკუთრებით მაინც გვიწევს საქმიანობის გაგრძელება. რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და შემდეგ უკვე მაყურებელს ავუხსნათ, რატომ არის დემოკრატიული ქვეყნისთვის თავისუფალი მედიის საქმიანობა აუცილებელი. დიახ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. სულ ერთი კვირის წინ არის მოხდა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ რეგიონული მედიების ნაწილი და ონლაინ მედიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და დაიწყეს კამპანია სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ამ კამპანიის მიზანი სწორედ ეგ იყო, რომ როგორმე გადარჩენილიყო, კიდევ გრძელდება, რომ როგორმე გადარჩეს ონლაინ მედია და საზოგადოების მხარდაჭერით აგერ უკვე რამდენიმე მედიამ გაიხანგძლება თავისი არსებობა. განსაკუთრებით რეგიონული მედიის წარმომადგენლება, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რაც დამახასიათებელია ამ ონლაინ მედიებში, ეგ არის, რომ ისინი დამოკიდებულები არიან გრანტებზე. 2023 წლის შემდეგ ჯერ შემოვიდა რუსული კანონი გრანტების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები ახლო ფარა, ფაქტობრივად ონლაინ მედიები დარჩნენ გრანტის გარეშე. თავს იკავებს როგორც თვითონ გრანტის გამცემი, გრანტის გაცემებისგან, ასევე თვითონ მედიებიც უკვე ამ კანონისგან გამომდინარე თავს არიდებენ, რომ მიიღონ ეს დაფინანსება. ანუ რითი უნდა იარსებოს, ხო, ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა, რაც გამოინახა ამ ეტაპზე, ეგ არის კამპანია სინათლე არ უნდა ჩაქრეს და მათ შორის ჩართული ვართ ჩვენ ქართლის სამები, როგორც ონლაინ მედია და აი ამ ხალხისგან შეგროვებული თანხით მოხდა რამდენიმე მედია ორგანიზაციის გადარჩენა დროებით მაინც. კიდევ ეს პროცესი გრძელდება, ანუ საზოგადოება ხდება შემომწირველი ამ მედიების, ვინც ფიქრობს, რომ უნდა იარსებოს ამ მედიამ, მათ ყოველთვიურად 1 ლარი ან 2 ლარი უწევთ იმისა, რომ როგორც ასე ვთქვათ, გადასახადი, კეთილინება, რომ დაეხმარდონ აი ამ ორგანიზაციებს და აღმოჩნდა, რომ მან გაამართლა. იმედია ეს პროცესი არ იქნება ძალიან ხანგრძლივი, მაინც იმედი დავიტოვოთ. იმიტომ რომ პარტნიორები, ჩვენი მედიის ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ მედიების განვითარებაზე საქართველოში, ხო, ყოველთვის გვეკითხებიან, რომ როგორ ხართ, როგორ აგრძელებთ მუშაობას, გამოსავალი რა არის და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე ერთ-ერთი გამოსავალი ეს მოიძებნა, რომ დროებით მაინც საზოგადოებამ შეინახოს ონლაინ მედიები, ამიტომ სიტუაცია ასეთია. საბა, ჩვენ რამდენიმე წელია, ათეული წელია უკვე მუშაობთ ამ სფეროში და არაერთ ქარცეცხლს გადაულია, ასე რომ ვთქვათ, ჩვენ თავზე და შენ პირადად ფიზიკური შეურაცხყოფებით ძალიან ხშირად ყოფილა შენს მიმართ. თუ გახსენდება მსგავსი ზეწოლა მედიაზე, მაშინ მოდი პარალელებიც გავალოთ, საერთაშორისო გრანტები ნაკლებად იყო, ან საერთოდ არ იყო 20-25 წლის უკან, ხო? მაშინ როგორ არსებობდა მედია და რა გამოწვევების გადალახვა უხდებოდა, რა პარალელებს გაავლებ აი ახლა ამჟამინდელ ვითარებასთან? 20-25 წლის წინ მაშინ შევარდნაძის პერიოდი იყო, როცა მე მუშაობა დავიწყე და ფაქტობრივად სადაც დავიწყე მუშაობა, ის ბეჭდური მედია იყო, ჯერ არ იყო გრანტების ასე ვთქვათ და გრანტების შემოსული თუ 2008 წელს უფრო ომის მერე უფრო აქტიურად დაიწყო. ომის მერე იყო, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ნელ-ნელა იწყებოდა აი ამ
დახმარებით, რომ ჩამოყალიბებულიყო მაღალი სტანდარტის მედიები. მაშინ ინტერნიუსმა დაიწყო ძალიან აქტიურად მედიების მხარდაჭერა, შემდეგ უკვე 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან დიდი მხარდაჭერა თვითონ რომ ჯერ ფიზიკურად გადარჩენილიყო მედიები და მეორეც განსაკუთრებით ომის პერიოდში როგორ თავი დაეცვათ ჟურნალისტებს დაუშვათ თავდასხმებისგან ან რაღაც დაახლოებით ამდაგვარი მხარდაჭერა იყო. ანუ მთელი მხარდაჭერა მიმართული იყო იმაზე, რომ როგორი კარგი უნდა ყოფილიყო მედია. ძირითადად მაგალითად მე რამდენი პროექტიც დამიწერია, რამდენი იდეაც მომსულია, ყოველთვის იყო იმაზე ორიენტირებული, რომ როგორი ეთიკური მასალა მომზადებულიყო, რომ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები ჩვენს რეგიონში ელემენტარულად. და როგორ მომხდარიყო ხელშეწყობა მათი პრობლემების მოგვარებაში, როგორ მოგვარებულიყო მათი პრობლემები. ანუ იდეა ამ დახმარების, საერთაშორისო დახმარების ეს იყო, რომ განვითარებულიყო მედია და არ ყოფილიყო ისეთი მედია, მაგალითად როგორც არსებობდა, ხო, ედუარდ შევარდნაძის პერიოდში, ან უფრო უახლოეს პერიოდში, რომ ვინ რას წერდა არ იცოდა. ამიტომ პირველი მოთხოვნა ეგ იყო, რომ უნდა ყოფილიყო მაღალი სტანდარტის მედია. ამაში გვეხმარებოდნენ, ატრენინგებდნენ ჟურნალისტებს, რამდენი ჟურნალისტური ეთიკის ქარტის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარნენ, მედიები გაერთიანდნენ, რომ ერთმანეთის მასალები ყოფილიყო ნორმალური და ისეთი, რაც საზოგადოებას ჭირდებოდა და ეხლა რაც ხდება, ეგ არის, რომ პირველ რიგში აი ამ მედიებს დაატყდა თავს ეს კანონი. და პირველ რიგში ამათ შეუწყდათ თორემ ვინც ბიზნესმენია და ვინც ფულს იხდის და ვინც აგერ მილიონიანი რეკლამები მისდით ტელევიზიებში, გინდა ნაციონალური და გინდა ვინც არიან ხო სამთავრობო პროპაგანდისტულ მედიებში, ვინც ბიზნესიდან იღებს ფულს, ის აგზელებს მუშაობას. დიდად არ აისახება მას. და არც აისახება მათ ეთიკურობაში. ეხლა როგორ შეიძლება ტელეკომპანია იმედის მასალა იყო ამას წინათ როგორ მოგვარდა რაღაცა პრობლემა სოფელში, ავედით და ერთ თვეში ავედით და ის პრობლემა ისე იყო. ხო, ყოველ შემთხვევაში ხალხს აჯერებენ, ხო, არ არსებობს. ჩვენ რომ არ ავსულიყავით და არ გადაგვემოწმებინა, ხო, გამოვიდოდა რომ თურმე მართლა მოგვარებულია ეს პრობლემა და სხვათა შორის ხალხსაც გონია რომ ვინც აი იმედია დამოკიდებული რომ დაბლა ყველაფერი სხვაგან ყველაფერი კარგად ხდება და რუსავეობნები რა თქვენ სოფელში მანქანა ვერ მოდის მაგალითად არა უშავს სხვაგან ხო კეთდება და ეს განწყობები არის და ეს დამოკიდებულება კი ტელევიზორში უყურებენ სხვაგან რაღაცა დაინახავენ რომ ტრაქტორმა გაიარა ან კიდევ იმან გაიარა ასფალტის მანქანამ გაიარა გონია რომ ყველგან ყველაფერი კარგია და ჩვენამდეც პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ ზუსტად ამ ხალხზე მინდა კითხოს აბა ჩვენ ყოველ შემთხვევაში როდესაც ვესაუბრებით ხოლმე და გვაქვს კონტრარგუმენტები მათი კითხვები და ინტერესი არის ყოველთვის ასეთი რომ რა ინტერესი აქვთ თუნდაც იმ თქვენ დაფინანსებლებს რაში გიხდიან ფულს თუ უკან რაღაცას არ ელოდებიან და აი მათ გასაგონად რომ განვარტოთ რატომ არიან დაინტერესებულები ისინი ჩვენი განვითარებით აი წერან პატარა ამბავიც გავიხსენე როგორ ხდებოდა ჩვენი ორგანიზაციების განვითარება აი ამ მხარდაჭერით მათ რა ინტერესებთ როცა ქვეყანას ეხმარებიან საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ეხმარებიან მართლობის სისტემის განვითარებაში, ეხმარებიან პარალელურად სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. ეს მარტო ჩვენთვის კი არ მოდის ეს დახმარება, ეს მოდიოდა ყოველ შემთხვევაში რომ ვალდებულებას იღებდა ქვეყანა, რომ მაგალითად რომელიმე ფონდი ავიღოთ, როცა მოდიოდა ეს გრანტები, მთავრობა იღებდა ვალდებულებას, რომ ერთი მხრივ მოვაწესრიგებდი ინფრასტრუქტურას, მოვაწესრიგებდი მართლობის სისტემას და მეორე მხრივ ქვეყანაში უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი მედია და საზოგადოება. აი ამ ვალდებულებას იღებდა ქვეყანა, იმიტომ რომ როცა ეხმარებოდნენ ის სხვა ქვეყნის გადამხდელები, ხო, იმას ჭირდებოდა კონტროლი.
ამ ფულის ხარჯვას. ამ ფულის ხარჯვას კონტროლი ჭირდებოდა, ქვეყანაში უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება. ვინ არიან არასამთავრობოები და მედიები. ამიტომ ქვეყანა თვითონ იღებდა ვალდებულებას, რომ მე თუ ამისთვის მომცემ გრანტს და ჩემ დავაგებ გზებს, ავაშენებ რაღაცებს, ხო, ინფრასტრუქტურის ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, იღებდა ვალდებულებას, რომ ქვეყანაში უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი საზოგადოება, რომელიც ამაში გააკონტროლებდა. აი ეს სისტემა იყო, თორემ მარტო ჩვენთვის კი არ მოდიოდა ის თანხა. ის თანხა მოდიოდა ქვეყნის განვითარებისთვის. რომ აი ამდენი რამე აშენდა, მაგალითად, ეხაც ვკითხულობდი 2002 წელს 800.000 ლარი დაიხარჯა გორში მარტო ტურისტული ცენტრის ასაშენებლად. იქ კიდე ბილიკები, იქ საერთაშორისო მხარდაჭერით და ეხლა და ეს რა არის იყო დახმარება თუ ეს რა სხვა ქვეყნის საქმეშია ჩარევა როგორც თვითონ ამბობენ ანუ უკან რას ელოდებიანო ანუ თქვენგან რაღაცას ელოდებიან ალბათ იმიტომ გასცემენ ამ ხელად თანხებს ასეთ უკან ელოდებიან რა თავისუფალ არჩევნებს ელოდებიან რომ ქვეყანაში იყოს ადამიანის უფლებები დაცული რომ სამაგალითო იყოს დემოკრატიული ქვეყანა მსოფლიოში სხვა ქვეყნებისთვის რომ ეს უფლებების დარღვევები რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ ხშირია და მოკლედ პრობლემურია ამას ელოდებიან რომ აქ არ იყოს დიქტატურა აქ არ იყოს ადამიანების წამება და ასე ელემენტარულად თავისუფალი სასამართლო იყოს აი ამას ელოდებიან და ეს რაში ჭირდებათ ხო ეს ჭირდებათ იმაში რომ რაც შეიძლება მეტი მეგობარი ქვეყანა ყავდეთ მსოფლიოში და რაც შეიძლება მეტი ასე ვთქვათ თანაზე არ იყავდეთ ახლა მეტი უფრო მეტი პარტნიორი ყავდეთ საბა აი ამ პერიოდში ჩვენ მაინც ვაგრძელებთ საქმიანობას შენც ასევე და მე ჩემი დაკვირვებით ხალხი მაინც იკავებს თავს რომ რაღაც პროექტებში გამოჩნდეს ჩაერთოს ან თუნდაც მედიას გაუზიაროს საკუთარი ტკივილი ამ პრობლემა რომლის დახმარების იმედიც ექნებოდა ჩვენგან გასულ წლებში ვიდრე ეს კანონები ამოქმედებოდა უფრო თამამი იყო მოსახლეობა აი შენ შემთხვევაში რა დაკვირვება და შეფასება შეგიძლია გააკეთო შეიცვალა მათი განწყობები მედიასთან ურთიერთობაში მეც ვფიქრობდი რომ ძალიან შეიცვალა მაინც მოქმედებს პროპაგანდა იმიტომ რომ როცა ეუბნები რომ ცუდია არასამთავრობო როცა ეუბნები რომ ცუდები არიან ჟურნალისტები ისინიც ფიქრობენ რომ ეთყობა მართლა ცუდები არიან ალბათ შეიძლება არც ფიქრობენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე აი ამ პერიოდში რამდენი რეპორტაჟიც მოგვიმზადებია და გაგვიშუქებია რამდენ ადამიანსაც შევხვდრილოთ და მქონია მათთან საუბარი ისინი არ ფიქრობენ რომ ზოგადად ცუდი მედია არის ცუდი პირიქით მე რასაც დავაკვირდი თუ საზოგადოებასთან იქნები შორს ანუ მარტო დაელაპარაკები იქიდან ტელევიზიიდან ან დაელაპარაკები Facebook-იდან და ასე შემდეგ ეს ალბათ მაინც იმოქმედებს ეს პროპაგანდა რომ მართლა დისტანციას გამოიწვევს უფრო და ამ იმოქმედებს მაგრამ როცა შენ ცოცხლად ხედავენ როგორ მუშაობ, როგორ ადგილზე როგორ ცდილობ, ასე ვთქვათ, მათი პრობლემები უბრალოდ გაიზია, რომ როცა ხედავ, რომ თვითონ საკუთარი თვალით ხედავ, როგორ წყალს სვამს დაუშვათ ხომ და როცა ეუბნები, რომ აი ეს წყალი რატომ უნდა იყოს, აი ამ წყლის გამო ამოვედი მაგალითად შენი ჯანმრთელობის გადასარჩენად პირდაპირ შენი ჯანმრთელობის წყლის გადასაშუქებლად ამოვედი და ამა ეს ყველაფერს დაავიწყებს იმ პროპაგანდის თუ მესჯებს რაც მე საღამოთი უნდა მოისმინოს მოერევა ეს უშუალო კონტაქტი ადამიანებთან თუმცა ადგილზე გასვლაც უკვე საფრთხეს მაგრამ საფრთხეა იმიტომ რომ იქ არიან ახლა თუ სახელმწიფომ გადაწყვიტა რომ დააშინოს ხო მაშინ და გამოგიგზავნოს ვინმეს დაგაშინებს თავს დაგესხმება და შენს შეგაშინებს დაუშვათ
შეეცდება ყოველ შემთხვევაში და იმ ადამიანებსაც შეაშინებს, ვინც მაგალითად დაგელაპარაკეთ. კი, ჩვენ მქონდა შემთხვევა, მაგალითად სოფელ ერგნეთში ერთ-ერთ საკითხზე ვიყავით და ჩაგვეწერა კონკრეტული ადამიანი, რომელიც აქტიურობდა სოფლის საჭიროების წამოსაწევად და მასთან სახლში მივიდნენ და უთხრეს, რომ შენ კიდევ აგრძელებ ესეთ რაღაცებს, ისევ შენ შეგექმნება პრობლემები და მას შემდეგ რაღაც უფროერიდება ჩვენთან კომუნიკაციას. კი, ეს შემთხვევები ძალიან ბევრი მქონია, იმიტომ რომ ადამიანებს სურდათ რომ არ გამოჩენილიყვნენ და ისე გაგვიგო პრობლემა, თუმცა ესეც ერთგვარი გამოწვევა, იმიტომ რომ უნდა მოიფიქრო მე ეს ინფორმაცია მე როგორ გამოიყენო, მაგალითად შეიძლება თვითონ არ გამოჩნდეს, მაგრამ გითხრას რომ აი სოფელში არის მერის წარმომადგენელი, რომელიც თავის უბანში უფრო მეტად ასე ვთქვათ ამარაგებს წყლით, ცოტა არის 100 ტონიანია ხო დაუშვათ ავზი წყლისა და მერის წარმომადგენელი ამ 100 ტონიდან ცდილობს ყველაზე მეტი თავის უბანში წაიღოს და ამას როცა გეუბნება უკვე აღარ არის საჭირო რომ ეხლა ეს შენი წყარო გამოაჩინო. ეხლა შენ ცდილობ რომ ეს ამბავი რაც მოგიყვნენ ხომ როგორ დაამტკიცო ან გააშუქო და ამ შემთხვევაში მე ის ვინც მომაწოდა ეს ინფორმაცია აღარ მინდა რომ გამოჩნდეს. მე უკვე უნდა მივყვე იმ სისტემას როგორ მოდის წყალი და ამ შემთხვევაში ძალიან ადვილია X-შიც დავამარცხებინოთ. ანუ შენ უყურე ძალიან ადვილია რომ არ ეშინოდეთ ადამიანებს და თავისუფლად თქვან ხო? ამ შემთხვევაში უკვე დადგა იმის საშუალება რომ ადამიანი ვერ ალაპარაკებ ადამიანს. ამ შემთხვევაში გიწევს უფრო მეტი ასე ვთქვათ ძალისხმევა რომ ეს დაუმტკიცო, მაგრამ ხო ერთულია ამის გაკეთება, მაგრამ გვიწევს ამის გაკეთება და ძალიან რთულია ამის გაკეთება. ახლა მე უკვე მოდის რომ ამაზე რამდენ დროსაც დახარჯო, მე სხვა თემები გრჩება ყურადღების მიღმა. კი, აი ამაზეც მინდოდა მეკითხა ამ საკითხების პროპაგანდის თემაზე მუშაობით, რაც ხდება ქვეყანაში ამ ზეწოლების და ასე შემდეგ, რეალური ადგილობრივი პრობლემები ხანდახან ყურადღების მიღმა გრჩება ხოლმე, ესეც ალბათ მიზანმიმართულად, რომ კასპში გვახსოვს შენი რეპორტაჟი, როდესაც ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვაზე ელაპარაკებოდნენ და მაშინ რეალურად ის პრობლემები სად იყო, არავის არ გახსენებია რატომღაც. ანუ ამ შემთხვევაში მოსახლეობა თვითონ ვერ აცნობიერებს, რომ მიზანმიმართულად ხდება მათი რაღაცა ტვინების ამორეც, ხო, რომ აღარ ელაპარაკონ რეალურ პრობლემაზე და აი ეს მესიჯები ჩაუნერგონ და ეს იყოს მათ დღის წესრიგში. აი როგორ უნდა გააცნობიეროს მოქალაქეს, რა სჭირდება ამისთვის, რა უნარები სჭირდება, რომ როდესაც ახლა წინა საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით ჩადიან და ესაუბრებიან აი ესე რაღაც გამოგონილ ამბებზე, რა როლი აქვს ამ შემთხვევაში აქტიურ მოქალაქეობას? ეგ დღე რომელიც გადავიღეთ ჩვენ სოფელ სამთავისში, კამპანია ჩატარდა რამდენიმე სოფელში მაგ დღეს. ყველა სოფელში საუბრობდნენ თავიანთ პრობლემაზე, სხვათა შორის. და ნუ ეხა ეგ ვიდეო ძალიან გავრცელდა ვირუსულად. ჩვენ ასევე კიდევ 7 ვიდეო და ხო 7 ვიდეო დავდეთ იგივე კამპანიიდან რომ მოგზაურობდნენ და ყველგან ამბობდნენ თავის პრობლემას, მაგრამ ხელისუფლება ეუბნებოდა რომ ჩვენ აქ მაგიტომ არ ჩამოვსულოთ. ჩვენ ჩამოვედით იმისათვის რომ გელაპარაკოთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე. ეგ თემებიო რაც გაწუხებთ ეგ ვიდეო წდევს ხო? ეგ თემებიო მე მეორე ხარისხოვანია, იმიტომ რომ ქვეყნის წინაშეო დიდი საფრთხეა ომი იქნებაო და თუ ომი იქნებაო მე რაღაც გინდა თუ ანის წყალიო ანუ ჯერ პირველ ეტაპზე ამას ხედავდნენ პრობლემად ხო გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში. ანუ პრობლემა რა იყო იცი რომ თითქმის ყველგან პრობლემა იყო წყალი. და გამოდის რომ წყლის პრობლემა ვერ მოგვარდა და ამიტომ აირჩიეს ესეთი გზა რომ გადაეფარათ უთხრათ ხალხს რომ რა დროს წყალია როცა ომის საფრთხეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უკვე პროპაგანდისტული ნაწილია, რომელზეც ახლა მარტო ერთი მედია ვერ შეებრძოლება ამას, ხომ? აბა ომისა, აბა
ხედავთ როგორი მშვიდობაც არის ქვეყანაში. როგორ უნდა პატარა რეგიონულმა მედიამ ეხა ამხელა პროპაგანდას როგორ უნდა ებრძოლო ამ შემთხვევაში. ჩვენ ვეცადეთ რომ მაქსიმალურად წამოგვეწია ეს თემები რომ ხალხს სხვა პრობლემები აწუხებს და არა მაგალითად ის რასაც საუბრობდა მერი და პარლამენტარები. და თვითონ აი რადგან ვახსენეთ მერი და ზოგადად მუნიციპალიტეტი ამ კანონების ფონზე საჯარო ინფორმაციის გაცემაზეც მინდა გკითხო თუ ქონია შემთხვევები შეიცვალა მათი პასუხები დამოკიდებულება განწყობები პასუხისგებლობა რომ მათ აქვთ დღიანი ვადა რომ უნდა გვიპასუხონ კონკრეტულ საჯარო ინფორმაციაზე ჩვენ მაგალითად აი გქონდა პროექტი რომლის ფარგლებშიც მათ მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე კვლევები უნდა გვეტარებინა თუმცა ჩვენ ეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ღია წყაროებით მაინც შევძელით ჩვენ არ გვიპასუხეს მთელ რიგ საკითხებზე, რაც ალბათ მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. აბსოლუტურად 4 წერილი გვაქვს გაგზავნილი კასპის მერიაში და პასუხი არ გაგცეს არც ერთ მათგანზე. ანუ ასე იყო წინა წლებშიც თუ ეხლა უფრო თამამად არ გვცემენ პასუხს. ეხლა უფრო თამამად პასუხს გვცემდნენ, მაგრამ ეხლა საერთოდ არ გაგცეს პასუხი. უპასუხოდ დატოვეს. გორის მერიამ მთელი რიგი დოკუმენტები მოვითხოვეთ და ერთი წინადადებით მოგწერეს, რომ თქვენ რასაც ითხოვთ, ანუ მოვითხოვეთ კორპუსების მშენებლობის ნებართვები, მასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ასე ვთქვათ, დასკვნები, იქ წყალმომარაგების დასკვნა გჭირდება, იქ ენერგოკომპანიის დასკვნა გჭირდება და მოკლედ მთელი დოკუმენტაცია გჭირდებოდა კორპუსების მშენებლობაზე და მოგწერეს მარტო რომ ამ და ამ პერიოდში გაიცა 13 კორპუსის მშენებლობის ნებართვა. და ის დანარჩენი კითხვები აღარაფერი აღარ დაიწყო. ამ რაოდენობას მე დავითვლიდი, ისედაც გავივლედი ქალაქში და დავთვლიდი რამდენი კორპუსია ახალი, ხო? და დავწერდი რომ აი ამ პერიოდში აშენებულია 13 ახალი კორპუსი. სხვათა შორის კომუნისტების პერიოდში მთელი 70 წლის მანძილზე აშენებულია სულ როგორც მახსოვს 2006 წლის დოკუმენტია 30 კორპუსი აქვს აშენებული სულ მთელი საბჭოთა კავშირის პერიოდში გორში. იმიტომ რომ ეს მონაცემი მახსოვს და ამათ 2 წელიწადში 13 კორპუსი არის. დააჭერებენ მალე. და საბა ჩვენ პროექტზეც მინდა გკითხო აი ამ პირობებში, როდესაც წეღან ვახსენე რომ კვლევები გქონდა, რატომ არის მნიშვნელოვანი რომ საზოგადოებას მუდმივად შევახსენოთ მედიის ჩართულობით და მათი გააქტიურებითაც, რომ მათი გადასახადებიდან შესული თანხები მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია თუ სად იხარჯება და რატომ უნდა გქონდეს მოსახლეობას ეს ინფორმაცია და რატომ უნდა იყოს ყურადღებით მისივე გადასახადიდან შესულ თანხებზე. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო სხვათა შორის ის თემები, რომელიც ამ თქვენი პროექტის ფარგლებში გაკეთდა და არც ვიცოდი მაგალითად იმ ხიდის ამბავი არ ვიცოდი ავტომანქანის ამბავი არ ვიცოდი კიდევ მშენებლობაზე რომ გზადაგზა იცვლებოდა სართულების რაოდენობა კორპუსების და ასე შემდეგ და იქ აღნიშნეთ კიდევაც ჩვენს გადაცემაში რომ ამ ტიპის მასალებს საზოგადოება ვერ შეიტყობს დამოუკიდებელი მედიების გარეშე. ამ ტიპის მასალებს არ გამოაქვეყნებენ მაგალითად სამთავრობო მედიებში. და როცა არ იქნება დამოუკიდებელი მედია, ვერ გაიგებთ მაგალითად როგორ ააშენეს და ანგრევენ მდინარე ტანაზე ხიდს, რომელზეც დაიხარჯა თანხა, როგორი ცუდი საძირკველი გაუკეთეს ყოფილი მე-11 სკოლის ტერიტორიაზე ახალი სკოლის ფაქტობრივად წყალში გადაყარეს ფული და ამავე დროს შეიძლება რაღაცა პერიოდი როცა ადამიანი ჩართულია თავის სამსახურში აღარ ახსოვს ხო დაუშვათ რომ იქ შეიძლება სკოლა შენდება და გონია რომ შენდება მაგრამ მედია მაგალითად თქვა რომ ჯერ ააშენეს ცუდი ხარისხის საძირკველი დაანგრიეს ახლა ისევ აშენებენ და რა გარანტია გვაქვს რომ რაღაცა კიდე კარგად იქნება ხო ამას ხო ვერ გაიგებდა ადამიანი და მე უკვე რომ იგებს რომ აი მედიამ ამას მიაგნო აი მაშინ ახლა მეც უკვე ვფიქრობ რომ აი რა მაგარია რომ მედიამ არსებობს ჯერ კიდევ თუმცა ამ ცირე რესურსების პირობებში კიდევ ცოტას ვაკეთებთ
და ძალიან ბევრი ამის გაკეთება. ფაქტიურად სხვა რაღაცეებისთვის ვართ გადართული და გადარჩენაზე ვართ უკვე ორიენტირებული და იმ დროს და რესურსს ვეღარ უთმობთ, რასაც აქამდე უთმობდით. და საბოლოოდ აი რომ შევაჯამოთ საბა, რა ელოდება ქვეყანას მუნიციპალიტეტს, მოსახლეობას თუ აღარ იქნება დამოუკიდებელი მედია და როგორ წარმოგიდგენია ახლა ეს ანგარიშების დაყადაღება, შეზღუდვა და ასე ვთქვათ, საბოლოოდ თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, რას გამოიწვევს და როგორ აისახება ეს ყველაფერი მოქალაქეზე? გამოიწვევს იმას, რომ ძალიან ერთი კარგი ფილმი არის ხევლის სათაური აღარ მახსოვს სერიალია და იქ ადამიანები ცხოვრობენ როგორ რომ ვერ ატყობენ როგორ იცვლება სიტუაცია ქვეყანაში. მოდის ხელისუფლება რომელიც ასე ვთქვათ რაღაც მეთოდებს ცვლის, მაგრამ ეს ჯერ ხალხზე არ აისახება. და აისახება ესე რა მედიებზე, არა პატარა ორგანიზაციებზე და მე უკვე როცა ეს ყველაფერი ხევლის სახლი თუ არ ვწდები ასე ქვია იმ სერიალს, როცა ეს ყველაფერი უკვე კონკრეტულ ადამიანამდე მივა, მე იწყება უკვე ასე ვთქვათ ადამიანების გამოღვიძება, პროტესტების გამოხატვა და ასე შემდეგ. აი ახლა ეგრეა, რომ შეიძლება ბევრ ადამიანს გონია, რომ პოლიტიკაში არ ვერევითო საკითხს უსათქმელი. ეს მათ არ ეხებათ, მაგრამ უკვე ისე მიდის სიტუაცია, რომ ყველა ადამიანამდე მივა ეს პრობლემა. ეს პრობლემა რა არის? ელემენტარულად რომ პატარა უსამართლობას რო შეეჩეხები და ამ უსამართლობის უკან დგას არათავისუფალი სასამართლო, პოლიცია და პროკურატურა, აი როცა შეეხებიან, რომ აი ამ ინსტიტუტთან სამართალს ვერ იპოვის და გამშუქებელი აღარავინ იქნება, ანუ ამის გამხმოვანებელი აღარავინ იქნება და ნახავს, რომ ყველაფერი დადუმებულია, მარტო რომ აღმოჩნდება, მე რომ მართლა მიხვდება და მე აღარ იქნებიან ის აქტიური ადამიანები, რომელზეც ახლა ნერვები ეშლებათ და სხვადასხვა იარლიკებს რომ აწევებენ და როგორ სიტყვებით მოიხსენიან. აღარ იქნებიან და მე უკვე მიხვდება, მაგრამ არ ამგონია რომ ისე 70 წელი დაჭირდეს ამ სისტემას. იმედი დავიტოვოთ, რომ აქამდე არ მივალთ და ალბათ ეს რაღაცა ბოლო ეტაპი არის, რომ გამოიღოთ მართლა საზოგადოებამ და მიხვდნენ, რომ თუ გვინდა სიმშვიდეში, ნამდვილ მშვიდობა რომ იყოს ქვეყანაში და ასეთ ვითარებაში ცხოვრება, განვითარება თუ გვინდა და თუ ფიქრობთ ამ ქვეყნის მომავალზე, აუცილებლად უნდა გაიმარჯოს თავისუფალმა სიტყვამ და მე ამის დიდი იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ბრძოლით მოიპოვება ხოლმე გამარჯვება და ეს ბრძოლაც ძალიან მალე ალბათ გავაშედეგამდე და ეს შედეგი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება. მადლობა საბა რომ იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი. იმედი დავიტოვოთ კიდევ ერთხელ რომ შევხვდებით კიდევ უფრო მეტად ადგილობრივ საჭიროებებზე სასაუბროთ და არა ვთქვათ ამ გამოწვევებზე რომლის წინაშეც დღეს ვართ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.